Იერში ყველაზე კარგად ჩანს ხოლმე, რომ პოლიტიკოსებიც ადამიანები არიან. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, თუმცა მთელი წლის განმავლობაში დაპირისპირებული პოლიტიკური ელიტის შემყურე საზოგადოებას წლის ბოლოს განტვირთვას ისევ პოლიტიკოსთა სახალისო კადრებით ვთავაზობთ. რუსთავი ასეთი მასალის 28 წლიან არქივს ინახავს. იცვლებიან სახეები, ლიდერები, თუმცა რჩება კადრები, მათ შორის სასაცილოც, რომელიც ხვალიდან გასული წლის ისტორიას ჩაბარდება. პოლიტიკაში რომ შემოხვედით, ცოტა ჯავშანიც იყიდეთ და ჩაიცვით. მე შოუს მინისტრიც ვარ. ახალგაზრდა გოგო მარაკაცი უთხრა. ის ადგა გავიდა და ნაბიჭვარო. მე ამან უთხრა, რატომ იხარი ნაბიჭვარო და დაიწყო. ეხლა მოდი შევრიგდეთ. მაშინ იყო გადასავალი პარლამენტი. წელიწადში იკრიბებოდა 2 დღე. აცადე ძალიან გთხოვ. სიცხნარე დარბაზში. ოროსანი იურისტი ხარ. ლეიბები დავყაროთ და გავწვეთ. ეხლა ლეიბებზე კოტრიალს აღარ მოგასმენინებთ, ხო? მე ყველას ვეუბნებოდი, რომ ძმებო, თუ გინდა ჩხუბი, მოდით ჩემთან. ანაფორე ზვა და არისო. ვარ ჯუდოისტი, სამბისტი, გინდა ჯუდო, სამბო, გინდა წესების გარშე. გამოჩნდა ჭიჭე ვაშაძე. ელექტრო. კედაო მოკერია გამოკეთეს, რო არ მოაწერა ხელი შეთანხმებას. დიახ, ამბობა დიდი. ხوار შეგაწუხეთ. პანდემია. საინტერესო. მეგონი გაარჩევი ჩემს ორივე გაარჩევს. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ თეონა კუბარდიას მე რამდენიჯერ ვირჩევთ. მოკლედ, ქალბატონი თეონა არჩეული მოადგილედ მეხუთეჯერ. პარლამენტის სასახლე, გირჩის არც ერთი მეფის სასახლე არასდროს არ გახდება. მე ამ შენობაში პრარაბად ვიყავი ფაქტიურად. რა თქვენ ამ ხელას შესავალი. თქვენ სამი შვილი გყავთ. ფიქრობთ კიდე გამბრავდეს თქვენი ოჯახი? მე მაგალითად ვისურვებ. ორივე მხარე თავის ლობისტებს იხმარს და იხმარებს და განურჩევლად სექსისა, ეროვნული თუ წოდებრივი კუთვნილებისა. იხმარს ისე გამოდის რომ მოგერხული იქნება. პროპარლამენტარები და სხვანი უბრალოდ უკვე ხო აღმოსავლელი არ ხო ამას არ ერთი გავლენიანი სენატორები როგორც მაგალითად ბატონი შახინია. ეს შახინი მაგინე ხოდა მიჭირს და ბუქსა. რა შეეხება ნიშელის ბიზნესმენის განცხადებას? აღარ არიან ხელისუფლებაში ისინი, რას დასწრებენ? ინასოლია მთავრობას. პირდაპირ თვითმფრინავა.
20 არ ვიტყვი სად არის ეს ბლოკნოტი. ეს ბლოკნოტი არის უსაფრთხო ადგილას. გაწიე დროზე. ფურცლები მომეწვიდა და რა შეაინტერესებდა ეს ფურცლები? მე ეს პარტია, ის პარტია, ოცნების პარტია, ეს პარტია ხახაბზე ვიდია. მომისვენე რა ახლა? რა დaqავს წყალზე გულს, მორიელი და კბენს. ეკითხებიან რატო კბენს? ასეთია მათი გვარი. როგორ ეუბნებიან ხოლმე? ხამოვიდეს. ველოდებით. ველოდებით. მოიწერეს პრეზიდენტის სახაზე რომ ეს კაციო აღარ ჯამბულდება. რა თქვა მიხომ, რა თქვა? ჩამოვდივარო? დედას ბუშტი გვიბრუნდება. მეგობრებო, მოგესალმებით ჩემ ბათუმიდან. მოგესალმებით ბუენოს აირესიდან. ის აუცილებლად შეჭავს თავის ყუთნილ ხინკალს და თქვენ დაგჭებათ კუჭები. ისე ეტაკა საკრებულოებს ეს ოპოზიცია როგორც ნახშემშილები კაცი კახეთში ხაშლამას. მე იწყება უკვე პოლიტიკა. არჩილ არველაძემ როგორ თქვა? ლაშას მამა გარდაიცვალა თქვა. ინსტანციური სწავლა ის ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს იმ ბუნებრივ პროცესს, იმ ელექტროენერგიას, რომელიც სუფევს საუნივერსიტეტო აუდიტორიაში და საკლასო ოთახში. უთო რო ჩართო მეთქი, იქ უნდა იყოს ამაზე ლაპარაკი. უთო, ჩვენ დღეს ვარ დიდ გამოწვევაში. ჯერ სამომწყობლოს პალატაში ვწევს დედამიწა. არა, ჩაურდეთ თუ შეიძლება და ახლიდან დაიწყო. ახლიდან სიტყვები კი არ არის გასამეორებელი. ახლიდან შეიძლება ის სავარძელი ჩავარდეს. კარგად გაამაგრეს. შეიძლება გადმოვარდეს ვიღაცა. ვაუ! ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებს. არ შემიძლია თქვენი სახის გადავიწყება. ჩემი თბილისის საღამო